საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გამარჯობათ. ჩვენი საუბრის თემა იქნება მგზავრის წერილების მესამე თავი. კონკრეტულად ჩვენ ვაპირებთ დღეს დავახასიათოთ რუსის პოდპორუჩიკი, რომელიც ილიას ლარსის სადგურში შეხვდა და მის მიხედვით, ამ დიალოგის მიხედვით დავახასიათოთ როგორი იყო რუსეთი საქართველოს მიმართ და რა გეგმები ამოძრავებდა რუსეთი საქართველოს მიმართ, როგორ ამხილა ის ილია ჭავჭავაძემ. საინტერესოდ მოგეჩვენებათ, ალბათ თქვენ წაკითხული გაქვთ მგზავრის წერილების პირველი თავი, ალბათ დამუშავებული გაქვთ კარგად და იცით რომ იამშჩიკის სახეში იკითხება რუსეთის სახე. ილია ჭავჭავაძე ამ ერთ კონკრეტულ სახეზე არ ჩერდება და აი მესამე თავში უკვე საქართველოს საზღვართან მდგომი ჩვენ გვთავაზობს სწორედ რუსეთის უფრო ფართო მასშტაბიან სახეს პოდპორუჩკის სახით, რომელსაც ირონიულად მეცნიერ აფიცერს უწოდებს. მოდით გავიხსენოთ ეს თავი დასაწყისიდანვე. ილია ჭავჭავაძე ამ თავის დასაწყისში ირონიულად მოიხსენიებს ძველი ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ახალი თაობის მიმართ, ანუ თერგდალეულების მიმართ კონკრეტული და საფუძვლიანი საბუთი არ გააჩნიათ იმისა, რომ ისინი არ მოსწონდეთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თითქოს სამგზის სრულიად უაზროდ იმეორებენ, რომ ესე იგი თერგდალეულები იმიტომ არ არიან მოსაწონი ადამიანები, რომ ისინი სწორედაც რომ თერგდალეულები არიან. პირველადაც, მეორედაც და მესამედაც. და ილია ჭავჭავაძე ისევ მკვეთრად გამოხატული ირონიით შენიშნავს, რომ მოდით და ასეთი საფუძვლიანი საბუთი დაურღვიოთ ჩვენს ისედაც დარღვეულ ქართველობასა. მოდი დავაკვირდეთ აი ამ საინტერესო დეტალს, რომ ესე იგი ილია ჭავჭავაძე აფიქსირებს, რომ ქართული საზოგადოება არის დარღვეული, შუაზე გაყოფილი. აქ ჩვენ მრავალი მნიშვნელობა შეიძლება ამ ფრაზას მივანიჭოთ, რომ შესაძლოა ქართული საზოგადოება დაყოფილი იყოს, ესე იგი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებად, შეიძლება დაყოფილი იყოს სწორედ თავადებად და გლეხებად, შეიძლება დაყოფილი იყოს იმის მიხედვით, ისინი რუსეთის მიმართ რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ემსახურებიან რუსეთს თუ ეწინააღმდეგებიან რუსეთს. პრინციპში ჩვენ თუ ამ საკითხს ცოტა პოლიტიკური კუთხით შევხედავთ და თერგდალეულები კი იყვნენ არა მხოლოდ მწერლები, პოეტები, არამედ იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, ანუ იმჟამინდელი პოლიტიკოსები. მაშინ თითქოს და მივდივართ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აქ ილია ჭავჭავაძე გულისხმობს პოლიტიკურ დარღვეულობას ქართული საზოგადოებისას და მოიხსენიებს მამათა თაობას, რომლებიც ისევ ირონიულად, რომლებიც რუსეთის სახეში შეიძლება ხედავდნენ არასასურველ პოლიტიკურ მოკავშირეს, მაგრამ რუსეთი მაინც ერთმნიშვნელოვნად მიაჩნიათ როგორც საქართველოს მხსნელი და ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური მოკავშირე. აი სწორედ ამის გამო ილია ჭავჭავაძე ღრმა საფიქრალს მიეცემა უკვე საქართველოში შემოსვლისას და ის კიდევ ერთხელ ცდილობს ქართულ საზოგადოებას, რომელიც თერგივით უკვე ნირშეცვლილი და ზნეშეცვლილიც არის, როგორც მთელ ნაწარმოებს გაეცნობით და დაასკვნით მთელი ნაწარმოებიდან, ესე იგი აი ესეთ ქართულ საზოგადოებას უკვე გაუმხელს და გაუმჟღავნებს რა პოლიტიკური ზრახვები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საქართველოს მიმართ და არის თუ არა ის საქართველოს სწორედაც მხსნელი. აი ამ ღრმა ფიქრში ჩაძირულ ილიას, რომელიც სვამს კითხვას, რომ როგორ შევეყრები მე ჩემ ქვეყანას, როგორ შემეყრება იგი მე, რას ვეტყვი მე ჩემ ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე. დავაკვირდეთ ეს კითხვა სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ ილია ჭავჭავაძეს უნდა რომ თავის ქვეყანას გამოადგეს, უნდა რომ თავისი ქვეყანა გადარჩენილი იხილოს, უნდა რომ რაღაცა გეზი, მიმართულება საქართველოს ისეთი აიღოს, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სწორედაც პოლიტიკური თავისუფლებით. ეს ილიას სიცოცხლეში მოხდება თუ მის შემდეგ ეს თითქოს და მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს იმდენად. მთავარია რომ ქვეყანა აიღოს კურსი იქითკენ, სადაც თავისუფლება არის საბოლოო ნაბიჯი და საბოლოო გვირგვინი რო იტყვიან ამ მოძრაობისა და მოქმედებისა. და აი ილია ჭავჭავაძე ასე დროს დიდად დაფიქრებული, დაეჭვებული, ეტყვის თუ არა თავის ქვეყანას მშობლიურ სიტყვას, ჩააგონებს თუ არა ქვეყანას, რომ იმედი უნდა ჰქონდეს გადარჩენისა, რომ უნდა იბრძოლოს იმიტომ, რომ სიტყვა საქმე დაქციოს. აი ამ დროს ილია სვამს აი ძალიან მარტივ ბუნებრივ კითხვას, რომ ესე იგი როცა მე ჩემ თავს ესავ ვკითხე,
კონკრეტულად კი რა კითხვა, ეს ყველაფერი სიტყვით ავთქვით, საქმე კი საქმეშია, შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვს მაშინ რაცა იქმ, აი ამ დროს ოთახში შემოვიდა რუსის ფეხმოტეხილი სალდათი, რომელიც იყო სწორედ გუშაგი, აი ლარსის საგუშაგოსი და შემოუტანა სამოვარი და აი ესე პირდაპირ ეს ვერბალურად ესე გამოვიდა, სიტყვარად ესე წარმოთქვა, რომ ჩაი უნდა მიირთოთ. ამაშიც ჩანს რაღაცა აი ძალიან ისევ მრავალმნიშვნელობიანი დიალოგია, ძალიან სიტყვა-პასუხია. ღრმად ქვეყნის გადარჩენაზე დაფიქრებული ილია და ამ დროს ძალიან მარტივი თითქოს და აგდებული გამოსავალი. ჩაი უნდა მიირთოთ თითქოს და აი ამ ჩაის დალევით საქმე გადაწყდებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ აქ ორი სახე დავაკავშიროთ მოდით ერთმანეთთან. ერთი რუსის ფეხმოტეხილი სალდათი, რომელიც დააკვირდით გუშაგი გახლავთ და მივაქციოთ ამასაც ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ როცა მოთხრობის დასასრულისკენ წავალთ, იქ შეგხვდება ლელდღუნიას სიტყვებში ძალიან უცნაური ხალხი, გერგეტის მოსახლეობა, რომლებიც გუშაგები არიან და ისინი დარაჯობენ სწორედ სამების საყდარს. და მოდი ვნახოთ აი ამ ორი გუშაგიდან, აი ამ სალდათიდან, რომელიც რუსეთის ალბათ არმიას განასახიერებს და რუსეთის სამხედრო ძალას, რომელიც საქართველოს 9-თავიანი დევივით უდგას აი ამ დარიალის გასასვლელთან და დარაჯობს, რომ როგორმე საქართველოს თავისუფლება არ მოიპოვოს და როგორმე მის გარეშე არ დარჩეს. აი სწორედ აი ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ გერგეტის სამების მოდარაჯე გერგეტელ მოსახლეობას, ქართულ ხალხს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ აი ამ ერის, ამ ხალხის უკვე სულიერი საგანძური და შესაბამისად სწორედ 9 კლიტურის ნამდვილი ჭეშმარიტი გასაღებიც. და აქ არის თითქოს ილიასაგან მოძებნული ერთ-ერთი გამოსავალი, ერთ-ერთი გზა თავისუფლებისაკენ. აი ახლა ამ ფეხმოტეხილი სალდათიდან თუ გადავინაცვლებთ უკვე ცოტა, მას მოჰყვა ფეხდაფეხ რუსის პოდპორუჩიკი, რომელმაც კარი შემოაღო თუ არა, რა თქმა უნდა ის უკვე ჩაი სამოვარს მოჰყვა კვალდაკვალ, შემოვიდა ილიასთან და იკითხა, რომ ეს ჩაი ვისთვის არის და როგორც კი მიხვდა, რომ ეს ჩაი არის აი ამ მგზავრისთვის, ბუნებრივია თავი დაიპატიჟა. მაგრამ ილია იქ აკეთებს არაჩვეულებრივ კომენტარს, როცა ამბობს, რომ ესე იგი როგორც კი შევხედე, ამ კაცის სახე მეტყველებდა იმაზე, რომ ის ღვინოსთან და არახთან ფრიად დაახლოებული უნდა ყოფილიყო. მოდით აი ამ ნიუანსსაც ჩავეძიოთ. ესე იგი ეს პოდპორუჩიკი ისეთივე ტიპური რუსია, როგორიც იამშჩიკი იყო პირველ თავში. ისიც ტიპური პერსონაჟი, ტიპური რუსია. ანუ ლოთობა ღვინისა და არყის მიმართ ესეთი გადაჭარბებული და გადამეტებული სიყვარული სწორედ რუსი ერის მიმართ, ну განსაკუთრებით მდაბიო ერის მიმართ იყო ერისგან იყო და ერისთვის იყო დამახასიათებელი. აი ამ ეპიზოდის შემდეგ ის ესეთი სიტყვით გამოდის, რომ იმედია დამპატიჟებთ, იმიტომ რომ ესე იგი მე ვარ განათლებული, მას დიდი წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე, მე ვარ განათლებული ადამიანი და მე ამება ხოლმე ამ ვერანა და უდაბურ ადგილას, ხანდახან როდესაც განათლებული ქვეყნიდან ადამიანი მოდის და მას ველაპარაკები რაღაცა ჭკვიანურ საკითხებზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბაასია გონების საზრდოა. აი ეს ეხლა თუ გავშლით ამ საუბარს, მოდი დავაკვირდეთ ცოტა ქვემოთ კი ის ამბობს, რომ მე აქ ვდგავარ, ლარსში ვდგავარ, როტა მაბარია. ანუ ის ისეთივე მცველია საქართველოს კარისა, როგორი მცველიც სწორედ ის ფეხმოტეხილი გუშაგი იყო. ესე იგი, ის დარიალის კარს კეტავს, ქართველს თითქოს და თავისუფლების კარს უხშობს. ის მთელი რუსეთის სამხედრო ძალის განსახიერება, მით უმეტეს რომ მას როტა აბარია და აი ამ დროს მას ასეთი მაღალი მისიის, რა თქმა მისიის აღსასრულებლად დაუკვირდით ამ ქვეყნის, ამ ხალხის სიყვარული კი არ მართავს, რომელ ქვეყანასაც ვითომც და იცავს, არამედ ამ ქვეყანას ის უწოდებს უდაბურსა და ვერანას. ესე იგი, ეს ადგილები, ეს გაუდაბურებული, გატიალებული ადგილები მისი აზრით, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე აბზაცის წინ ილია ჭავჭავაძემ პატარძალსავით მორთული ქვეყანა უწოდა, ბუნებრივია ჩვენ ადვილად დავინახავთ ხომ სხვაობას, ესე იგი, მამულიშვილის თავისი სამშობლო ქვეყანა საქართველო არის პატარძალსავით მორთული, ხოლო აი ამ უცხო ძალისათვის, უცხო ადამიანისათვის საქართველო არის უდაბური და ვერანა ადგილი და ის ვერაფერს, ვერც გონებისთვის, ვერც გულისთვის, საზრდოს, საკვებს და ესე იგი ვერაფერს ვერ ხედავს. მას არაფერი აქ არ აკმაყოფილებს. აი, როდესაც დაждდა და ილიასაც ბუნებრივია და აინტერესებს
აი რა საზრდო აქვს ამ ადამიანს სხვისთვის გასაზიარებელი ბასი მოგეხსენებათ ორ ადამიანს მინიმუმ ორ ადამიანს შორის საუბარია და ორ ადამიანს თუ ერთმანეთთან რაიმე გასაზიარებელი და საერთო არ აქვთ ისინი დიდხანს ვერ ისაუბრებენ ამიტომ აი ილიას აინტერესებს გამოამჟღავნოს ამ რუსის ოფიცერმა თავისი ნამდვილი სახე და გამოამჟღავნოს თავისი ჩანაფიქრი და მისცეს მას ამისი საშუალება მაგრამ სანამ ეს პოდპორუჩიკი იზღუდება ილიას ჩაცმულობით და იერსახით ამიტომ ილია აი თითქოს ის თავის თავს ამის უფლებას არ მისცემს ილია ათავისუფლებს ამ პირობითობისაგან პოდპორუჩიკს და გულწრფელად ეუბნება თითქოს და ის იყოს ერთი სომეხი სოლდაგრის ქართველი დახლიდარი დახლიდარი მოგეხსენებათ ნიშნავს გამყიდველს და ესე იგი ის არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი მოსამსახურე კაცი მით უმეტეს ვიღაცა სომეხი ვაჭრისა სომეხი სოლდაგრისა ამიტომ აი აქ უკვე სრულიად გაიფურჩქნა ამ რუსი პოდპორუჩიკის ამბიციები და უცბად ერთ წამში ილია ჭავჭავაძე აგვიწერს რა ცვლილებაგან რა მეტამორფოზა განიცადა ამ ადამიანმა უცბად გამოიცვალა გაიბრინძა თავი ასწია მედიდურად გადმოხედა თავის მობაას ეს თანამგზავრს ზემოდან მოხედა და უცბად ესეთი ამპარტავნულად და გაწელილად ჰკითხა საიდან მობრძანდებით და ბუნებრივია როცა გაიგო რომ პეტერბურგიდან აი იქვე ირონიულად უთხრა კარგია ღირსებიათ პეტერბურგის ნახვა ილია ჭავჭავაძემ შესაძლებლობა მისცა აი ამ რუსის პოდპორუჩიკს რომ გამოემჟღავნებინა თავისი ვინაობა თავისი სახე ნამდვილი ჭეშმარიტი იერსახე და ცოტა ხანში ის წარსდგა ორი ესეთი ძალიან პრეტენზიული გამონათქვამით, რომ თითქოს და გახლდათ სწორედ მეცნიერი, არ იყო უბრალო ადამიანი, იყო განათლებული და მით უმეტეს მეცნიერი ადამიანი, რომელმაც თურმე მთელ რუსეთს დაურღვია აზრი იმის შესახებ, რომ მოსკოვი არის რუსეთის გული. ესე იგი, მან დაუმტკიცა მთელ რუსეთს, რომ პეტერბურგი არის რუსეთის გული. ახლა მოგეხსენებათ, რომ გაუნათლებელ უვიც ადამიანზე ასეთი მჭევრმეტყველებით წარმოთქმული ფრაზები შთაბეჭდილებას ახდენს. როგორც ჩანს, ეს რუსი პოდპორუჩიკი მოელოდა იმას, რომ მისი თანამოსაუბრე სწორედ აი ესეთივე ბრიყვი და გაუნათლებელი ადამიანი იქნებოდა და მას თავისი ესეთი მაღალფარდოვანი გადაპრანჭული მეტყველებით თავს მოაწონებდა. ამიტომ ესე იგი და ეგონა რომ რასაც ამბობდა ის ეფექტს ახდენდა მსმენელზე რომ თითქოს დაოფიცერი იყო და თითქოს და დაუდასტურა მთელ საზოგადოებას რომ პეტერბურგი იყო სწორედაც რუსეთის გული. აი ამ დროს ილია მოსთხოვს მას არგუმენტს რა საბუთით დაუმტკიცეთ რუსეთს რომ პეტერბურგია რუსეთის გული. მოგეხსენებათ საბუთი ძალიან მარტივია და ძალიან უბრალოა და სწორედ ისეთი როგორიც აი ამ მეცნიერ აფიცერს შეეფერებოდა და შეესაბამებოდა. ის ამბობს იზლერის ბაღი გინახავთ? არ შეიძლება მკითხველს, რომელიც აი ამ ეპიზოდს ამოიკითხავს, ჯერ ერთი ის ადვილად მიხვდება მწერლის ირონიას ამ პერსონაჟის მიმართ, მაგრამ იმ წუთას მიხვდება, იმ წუთშივე მიხვდება ჩანაფიქრს. იზლერის ბაღი და ჩვენ იზლერი რომ ჩამოვაშოროთ, ხელში გვჭება სიტყვა ბაღი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გვიბიძგებს იქითკენ, რომ დავაკავშიროთ ის ედემის ბაღთან, სამოთხის ბაღთან და რაღაცა გარკვეულ იდეალთან, რომელთანაც ჩვენ უნდა მივიდეთ და ამიტომ რადგან იზლერის ბაღი გამოჩნდა, ესე იგი ჩვენ გულისხმობთ, რომ ესე იგი თითქოს და მკითხველი გულისხმობს იმას, რომ რუსი ოფიცერი ილიას ესაუბრება, ანუ ქართველ ერს ესაუბრება, რომ პეტერბურგი იმიტომ არის მთელი რუსეთის გული, რომ იქ არის სწორედ იზლერის ბაღი. ანუ იქ არის გასაღები იმისა, როგორ შეიძლება ესა თუ ის ქვეყანა გახდეს თავისუფალი და როგორ გონიათ რის მიხედვით შეიძლება რა არის აი ამ იზლერის ბაღში ესეთი საიდუმლო რით მოსწონს ამ რუსის ოფიცერს ეს იზლერის ბაღი. აქვე შევნიშნავ, რომ აი დააკვირებული მკითხველი ალბათ იმასაც ადვილად ამოიკითხავს, რომ და იმასაც ადვილად შეამჩნევს, რომ პოდპორუჩიკი სრულიად შესაძლებელია, რომ პეტერბურგში ნამყოფიც არ არის და მას იზლერის ბაღის შესახებ ნამდვილად გადმოცემით, ალბათ სხვა სამხედრო პირებისაგან გადმოცემით აქვს გაგონილი და თვალით არ უნახავს არც იზლერის ბაღი და არც პეტერბურგი. ეს მისი ოცნების მაქსიმუმია, ეს მისი ოცნების ნაყოფია და რით არის ახლა ეს საინტერესო? არ გაგიკვირდეთ, ეს არის
ბაღი სავსე ფერიები რა თქმა უნდა თვალჟუჟუნა და ლამაზი ქალები არიან რომელსაც გინდა ერთს უთხარი და გინდა მეორეს შენი ჭირიმე ისინი აუცილებლად შენ გამოგყვებიან შენი გახდებიან და რასაც გინდა იმას მოიმოქმედებ ერთი სიტყვით და ამის საპირისპიროდ ის უწინოს აი ამ თავისუფლების სიმბოლოდ გამოცხადებული იზლერის ბაღის სანაცვლოდ ის კიცხავს ქართულ საზოგადოებას ქართველი ქალის ზნეობას და ქართველი ქალის სახესვამოს თქვენ ქალებს კი არ გვანანო ის პეტერბურგელი ქალები, რომლებიც კაცის დანახვაზე იმალებიან და სახეს გარიდებენ და რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ზედმეტ სიტყვას ვერ შეჰკადრებ. არა, აი ის არის სწორედ თავისუფლების მწვერვალი. ეხლა ცოტა მოგვიანებით ჩვენ უკვე ვნახავთ, რომ მას ჩანაფიქრს ილიასას, იმიტომ რომ ილია კარგად ხვდება, რომ იზლერის ბაღი არის უზნეობის სახე სიმბოლო. ანუ ეს არის საწინ ანტითეზა, რაღაცა საპირისპირო სახე სამოთხის ბაღისა. ეს არის სწორედ გარყვნილების ბაღი, რო იტყვიან, ეს არის უზნეობის ბაღი. საითქენაც გვიბიძგებს, უნდა თუ არ უნდა რუსეთი გვიბიძგებს ჩვენ. იმიტომ რომ მოდი დავუკვირდეთ ჯერ როგორი და რა საშუალებებით, იმიტომ რომ მასაც ესეთი ოცნება აქვს, რომ ჩვენც მოვაწყოთ ესეთი ბაღი, ჩვენც ვიხილოთ და ვეზიაროთ აი ამ ცივილიზაციას, რომელშიც აი ამ იზლერის ბაღს, რომელშიც ჩვენი ქალბატონები ისეირნებენ და კარგიც კია, რაღაც არ მომეწონა იმ ფრაზაში. რომელი მეორე ფრაზა? იზლერის ბაღი. აჰა, ხო. დიახ, იზლერის ბაღი არის უზნეობის სახესიმბოლო, დიახ. დიახ. იზლერის ბაღი არის უზნეობის სახესიმბოლო. ის არის სამოთხის ანტიპოდური სახე. თუ სამოთხე არის ხსნა, თავისუფლება, იდეალი ადამიანისა, აი უზნეობისა და პირიქით უზნეობის სახესიმბოლოა სწორედ იზლერის ბაღი. თუ შეიძლება რა თავიდან. არ რაღაც წერან. კი, თუ შეიძლება. ისევ პაუზიდან, ხო? დიახ. რუსის პოდპორუჩიკს ჩვენთვის იზლერის ბაღი ემეტება ქართველებისთვის და იზლერის ბაღი კი უზნეობის სახესიმბოლოა. ის არ არის ნამდვილი თავისუფლება, ის არის ქართველი ერის დაცემა, ქართველი ერის გარყვნა და გახრწნა. რით შეიძლება, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა აი ამ შედეგს, რა გზებით უნდა მიაღწიოს ამას? ესაც ამ დიალოგში იკითხება. მოდი დავაკვირდეთ, როგორ ხსნის, როგორ აფასებს რუსი პოდპორუჩიკი ქართული საზოგადოების წინსულას და პროგრესს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ის ეკითხება ილიას, რამდენი როგორ მიდის თქვენში ცივილიზაცია. ილია ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის ქართველია, ესეთ ფრაზას ეუბნება, კარგახა არ ვიცი, იმიტომ რომ კარგახანია ჩემ სამშობლოში არ ყოფილვარ. ის თავს იკავებს შეაფასოს ქართველი საზოგადოების წინსulis ხარისხი, როგორ წავიდა ქართული საზოგადოება წინ, ან საერთოდ წავიდა კი წინ, იმიტომ რომ დიდი ხანია თავის სამშობლოში არ ყოფილა, ხოლო ეს გაბღენძილი მეცნიერი აფიცერი თავს უფლებას აძლევს ჩვენი წინსულა და ცივილიზაცია შეაფასოს სწორედ იმ ოფიცერთა, იმ გენერლების რაოდენობით, რომლებიც საქართველოში 1801 წლიდან 1860 წლამდე თითქმის ბლომად დაგროვილან. კონკრეტულად ილია უსახელებს იქნება ეგრე 20-მდეო, რაც იწვევს აღფრთოვანებას აი ამ ოფიცრისას და შემდეგ კიდევ უფრო მეტი აღფრთოვანებით იტყვის, რომ 1-70 წელი კიდევ და თქვენ უკვე 40 ნამდვილი გენერალი გეყოლებათ. აი ეს არის სწორედ ნამდვილი წინსულა. მოდით უნდა გვავიწყდება ერთი რამ, რომ ეს გენერლები გენერლობას ქართულ ომებში კი არ იღებდნენ, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი არ იღებდნენ ამ სამხედრო ხარისხებსა და წოდებებს, არამედ იღებდნენ რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-სპარსეთის თუ რუსეთის ომებში იღებდნენ. ისინი იბრძოდნენ რუსეთის განდიდებისათვის, ისინი იბრძოდნენ რუსეთის სახელისათვის, რუსული არმიის წარმატებებისათვის. ამიტომ
ეს ძალიან დიდი მონაპოვარი ქართული საზოგადოებისთვის არ არის. ეს არ არის ქართული საზოგადოების წინსვლა. პირიქით თუ არ ჩავთვლით, შეიძლება იყოს კიდევ შემაფერხებელი ფაქტორი. ამიტომ ილია ჭავჭავაძეს ისეუბნება, ესე იგი ერთი მხრივ სამხედრო განვითარება, თურმე ესე იგი თუ რუსეთი ისევ ამ მხრივ გააგრძელებს მოღვაწეობას და როგორც ჩანს, ის სწორედ ამას აპირებს, რომ ჩვენში რაც შეიძლება მეტი სამხედრო სკოლა დაარსოს, სამხედრო სასწავლებელი, გაიწვიოს ქართველი ვაჟები სწორედ რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში და შემდეგ ისინი აღმოჩნდნენ რუსეთის არმიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, სხვადასხვა პირობებით. ესე იგი, ერთი ჩანაფიქრი სრულიად აშკარაა. მთელი ქართველი ერის ნაციონალური ენერგია უნდა რუსეთს სათავისოდ გამოიყენოს. და არა ქართველებისთვის და არა საქართველოსთვის. მეორეც დაუკვირდით, ხოლო აქ დარჩენით და ქართულ საზოგადოებას გისთავაზობს ბუზების ბიზნესს. თქვენ მოგეხსენებათ კაცი ადამიანიდან, რომ ილია ჭავჭავაძეს ბუზების მიმართ ფრიად არასიმპათიური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ლუარსაბ-თათქარძე სწორედ ბუზების თვლით არის გართული და ბუზების თვლა ჩვენ ფრაზეოლოგიზმებშიც დამკვიდრდა როგორც უსაქმურის საქმე. და აი სწორედ ის გვთავაზობს, რომ თუ კი ერი, ჩვენი ერი დააქსაქმდება აი ამ დიდი გამონაგონით, რომელიც თურმე ჩვენ ძვირფას მეცნიერ აფიცერს ეკუთვნის და თუ კი ერთნი დაიჭერენ ბუზებს, მეორენი დაარსებენ ამით მაღაზიას, მესამენი იყიდიან, მიეცემა აღებ მიცემობას თავისი ასპარეზი, ქვეყანა და საზოგადოება დააგროვებს ფულს, ის გახდება ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და განვითარდებით და წავალთ წინ და თურმე როცა განვითარდებით, გავმდიდრდებით და უფრო მეტ ცივილიზაციაში ჩავდგამთ ფეხს, თურმე ამ დროს იმისი შესაძლებლობაც გვექნება, რომ იზლერის ბაღი დავაარსოთ და მაშინ ჩვენი ქვეყანა იქცევა სამოთხედ. და ის ილიას ეს დიალოგი ესეთი ბრაზით მთავრდება, რომ ხომ კარგად გესმით, ის ვერ მოძებნის სამოთხის შესაბამის ადეკვატურ, უფრო მდაბიურ სიტყვას და ეტყვის, ნუ რა გითხრათ, სამოთხე მდაბიურადაც სამოთხეა და აი თქვენი სამოთხე ესეთ სამოთხედ იქცევა. ხომ გესმით და ილია ჭავჭავაძე თარწმუნებით ეტყვის და კატეგორიულად და მკაცრად ეტყვის, ძალიან კარგად. აი ამ პასუხში ძალიან კარგად იკითხება ილიას უკვე დაღონებული შეიძლება ხმა იმის თაობაზე, რომ აი სწორედ ეს გახლავთ რუსული სამოთხე, რუსეთისაგან საქართველოსთვის შემოთავაზებული სამოთხე. საზოგადოების ერთი ნაწილი უნდა უსაქმურობის ჭაობში ჩაეფლოს და უსაქმურობა მოგეხსენებათ დედა და მშობელი არის ყოველგვარი უზნეობისა. და ბუნებრივია ეს უზნეობაც და უსაქმურობაც არის მშობელი იმისა, რომ ქართველ კაცი გულგრილად უნდა ექცეოდეს თავის საკუთარ ქვეყანას და თავისუფლების იდეას კი არ უნდა მიუახლოვდეს, კი არ უნდა გააღვივოს გულში აფეთქებული ნაპერწკალი, არამედ უნდა ჩაახშოს და ჩააქროს, ნაცრად უნდა აქციოს. ხოლო ქართული საზოგადოების უფრო გულანთებული ნაწილი, ან უფრო ენერგიული ნაწილი გამოიყენოს თავისი ძლიერების განსამტკიცებლად და დასადასტურებლად. საბოლოო ჯამში რუსეთის ჩანაფიქრი საქართველოს მიმართ არის ის, რომ საქართველო მოსპოს და გაანადგუროს და აქციოს ისეთივე უდაბურ და ვერან ადგილად, როგორადაც საუბრის დასაწყისში ამ პორუჩიკს ეჩვენება. არ შემიძლია ყურადღების მიღმა დავტოვო ერთი ძალიან საინტერესო ნათქვამი ფრაზა. უпростоრად ორი ფრაზა პორუჩიკისაგან წარმოთქმული. მოდით გავიხსენოთ ერთი დეტალი. ის ამბობს ასეთ რამეს. დაილოცა დიდი რუსეთი, სადაც ფეხს დადგამს, იქვე ცივილიზაციას მიიტანს ხოლმე, განათლებას და ცივილიზაციას მიიტანს ხოლმე. აი ამ დამოკიდებულებაში მოდით დააკვირდით საინტერესო რამეს, რომ ესე იგი მეცნიერი აფიცერის აი ამ ნათქვამში იკითხება რუსეთის შვილთა და აი როგორ გითხრათ, ერთგვარი ამბიცია. ეს არის რუსეთის იმ იდეოლოგია, რომ ის სადაც მიდის თურმე არა დასაპყრობად, არამედ ცივილიზაციის და განათლების შესატანად ამა თუ იმ ხალხებში. ხა თუ კი ჩვენ ვიგულისხმებთ იმას, რომ რუსეთი მანამ საქართველოს მოუახლოვდებოდა და ჩანთქავდა და ჩაყლაპავდა, მანამდე რუსეთს უკვე ათვისებული ჰქონდა აი თვალუწვდენელი ციმბირის ტერიტორიები, შეიძლება ვიფიქროთ კიდევაც, რომ რუსეთმა აი იმ ჩამორჩენილ ქვეყნებში და ნამდვილად უკულტურო ქვეყნებში, რომლებმაც აი კულტურა ვერ შექმნეს, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა ტომობრივ კულტურას, საუბრობთ
ერზე, ეროვნულ კულტურაზე და რაღაცა დიდ მიღწევებს ვერ მიაღწიეს, თორემ ნამდვილად არ ვაყენებთ არც ერთ ერს შეურაცხყოფას, უბრალოდ ვამბობთ, რომ ესენი იყვნენ ხალხები, რომლებიც თავისი განვითარების დონით ძალიან დაბალ საფეხურზე იდგნენ, რუსეთმა აი ამ ხალხებში ნამდვილად შეიტანეს რაღაცა ცივილიზაციის ელემენტები, შეიტანეს რაღაცა კულტურის ელემენტები, რაც რუსეთს ჰქონდა უფრო მეტი ვიდრე ამ ხალხებს და შესაბამისად ამ ხალხების დამოკიდებულებაც რუსეთის მიმართ უნდა ყოფილიყო რაღაც აღფრთოვანებითი, იმიტომ რომ ესე იგი კიდევ ერთხელ ვამბობთ, ისინი დაწინაურდნენ, ისინი ჩამოყალიბდნენ, მათ უკვე რაღაცა თვითგამორკვევა დაიწყეს კიდევაც, მაგრამ როდესაც ეს ითქმის საქართველოს მიმართ, რომელსაც მრავალი საუკუნით ადრე ჰქონდა სახელმწიფო, მრავალი საუკუნით ადრე ჰქონდა დამწერლობა, მრავალი საუკუნით ადრე მიიღო ქრისტიანობა და ნუ ჰქონდა ნამდვილად აი დაპყრობილი შემოქმედებითი ცხოვრების მწვერვალები, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს ასეთ მეზობელ და თანაც ერთმორწმუნე სახელმწიფოს საქართველოს მიმართ, მაგრამ რას ვიზამთ? ეს იყო ველიკორუსული მესიანისტური იდეა, რომელსაც რუსეთი საქართველოს თავს ახვევდა. ილია ჭავჭავაძე თავის თანამედროვე ქართველებს მოუწოდებდა აი ამ იდეოლოგიას ჩაღრმავებოდნენ, კარგად გაიაზრებინათ და შემდეგ გადაეწყვიტათ რუსეთი მტერი იყო თუ მოყვარე. კარგად მძარდება.